შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს ბატონ თამაზაშვილს მინდა მიუმართო. რამდენი მინისტრიც მოდის, იმდენ მიმართვას ვაკეთებ. ვერ გავაგებინე ვერავის ქართულად ადამიანს, რომელიც არეგულირებს გზაზე, იმას ქვია მომრეგულირებელი. იქნება ამ ბატონმა თამაზაშვილმა მაინც გაიგოს და გააგებინოს თავის ხელქვეითებს ამ მომსახურეობის სააგენტოს ნაჩალნიკებს. ბიჭო, საიტი ყურებით, საით, რამდენი წელია თქვენ ეგ საიტი გაქვთ და მე-11 თავში გაქვთ მარეგულირებლის სიგნალები. შვილო, მარეგულირებელი არის შუქნიშანი, უსულო საგანი. და ადამიანი, რომელიც არეგულირებს გზაზე, ამ ადამიანს, ამ პოლიციელს თუ ნებისმიერს, ვინც არეგულირებს, ამათ ქვია მომრეგულირებელი. ბიჭო, ადამიანები არა ხართ, ქართველები არა ხართ, სკოლაში არ გისწავლიათ, სკოლაში? არის უსულო საგანი რა? შუქნიშანი, მარეგულირებელი. არის სულიერი საგანი, ადამიანი ვინ მომრეგულირებელი. ჩაასწორეთ ძმაო ეს მე-11 პუნქტი, რა გჭირთ რომ ერთი სიტყვა ამოიღოთ მარეგულირებელი და ჩაწეროთ მომრეგულირებელი, როგორც ითხოვს ქართული ლიტერატურული და გრამატიკული მიდგომა. მე ვარ რობერტ იანტბელიძე, საგზაო მოძრაობის წესების მასწავლებელი, ერთ საწყალი მასწავლებელი, რომელსაც უჭირს ის, რომ მოსწავლეს აუხსნა, რომ ეს ადამიანი არის მომრეგულირებელი და არა მარეგულირებელი, როგორც ამას საიტი უკუღმა ასწავლის.